შენს ხელშია ბედნიერების უფლება. შენ მარტო არ ხარ. ჩვენ ბევრნი ვართ. არ დაჩაგრო ქალი. იცოდე, ძალადობენ სუსტები. ერთად ვიზრუნოთ ქალებს. ჩვენ ერთად შევძლებ. თუ არა შენ, ვინ შეაჩერებს ძალადობას? კონდეს საკუთარი თავის რწმენა. ჯეროდეს შენ შეგიძლია არ დაუშვა ძალადობა. ამხილე, მოდალადე. ნუ შეგეშინდება. იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება. თქვი არა. 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 თქვი არა. თქვი არა. 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 თქვი არა. თქვი არა. 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 არა ძალადობას. თქვი არა, შემოგვიერთდით და გავხადოთ ძალიან გადამდები ეს ლოზუნგი იმისათვის, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და მსოფლიოში. დღეს მსოფლიოში სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა და იგეგმება კვირეული, რომელშიც ერთვება სხვა შუა დღე, მთლიანი ძალებით, ასე ვთქვათ, და მოგიწოდებთ აი ესეთი მარტივი წარწერით, ან ნარინჯისფერი ლენტით, ან გარკვეული დეტალით გავაგებინოთ ერთმანეთს რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა ამ სამოქალაქო აქტიურ პროექტში. მეც ვუერთდები ამ სოციალურ კამპანიას, რომელიც გახლავთ 16 დღიანი და ვამბობ არას ქალთა ძალადობის მიმართ. ყველანი უერთდებით მთელი არხი და ყველა ადამიანი. მე მგონი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი თემა ალბათ. მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ აქტუალური საქართველოში და ბევრი პროფესიის, ბევრი ასე ვთქვათ, საქმიანობის ადამიანის მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო და მოდით დავიწყოთ მსჯელობა დღეს ჩვენ სტატისტიკასაც შევეხებით ჩვენ სტუდიაში. ჩვენი სტუმრები, ქალბატონი თამარ ბარკალაია, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი, ლექსო გუგავა, საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და ბატონი გუგა კაშიბაძე, ექიმი და დამწერლობის ცენტრის დირექტორი. ხო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით და ხართ. მადლობთ. მადლობა. ყვავილები. მეტი ნარინჯისფერი დეტალი იმისათვის, რომ იყოს უკეთესად დანახული ეს აქტივობა, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ალბათ მაინც უნდა დავიწყოთ ფაქტებით. გასული წელი იყო საკმაოდ მძიმე საქართველოში, ასე ვთქვათ, ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ გვახსოვს ბევრი შემოზრწუნებელი ფაქტი მიეწყო ერთმანეთს, ასე ვთქვათ. მოდით გვითხარით, რა მდგომარეობა ამჟამად, რამდენად დათვლილი და აღწერილია ეს შემთხვევები და შემდეგ მიზეზებზე ვისაუბროთ. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად გეთანხმებით, რომ გასული წელი, ასე ვთქვათ, თვალის ახელის წელი იყო ჩვენთვის ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ძალადობის ფაქტი სააშკარაოზე გამოვლინდა, თუმცა და დღესდღეობით სტატისტიკა ნამდვილად გაზრდილი არის. 700-ზე მეტი ძალადობის შემთხვევა არის გამოვლენილი საქართველოში. თუმცა მინდა აგრეთვე აღვნიშნო, რომ გამოვლენილი შემთხვევების ზრდა ჩვენ პოზიტიურ ფაქტად მიგვაჩნია, რადგან ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობის რაოდენობა იზრდება ქვეყანაში. ჩვენი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებს გააჩნიათ უკვე იმის ხმის ამაღლების საშუალება, ქალები იმაღლებენ ხმას, ქალები მოგმართავენ და ქალები გამოავლენენ მოძალადეს. რაც ძალიან პოზიტიური ფაქტორი არის და პირიქით უფრო და უფრო მეტ ქალს მინდა მოვუწოდო, რომ გამოავლინონ მოძალადე, რომ საკუთარი თავი დაიცვან თავისი შვილები და მომართონ სახელმწიფოს იქნება თუ დახმარებისათვის მომართონ სახელმწიფოს დახმარების სხვადასხვა საშუალებები არსებობს და გამოიყენონ ეს საშუალებები, რომ საკუთარი თავი დაიცვან და სტატისტიკა თუნდაც კიდევ უფრო მეტად აამაღლონ ამ თვალსაზრისით. აი ამ სტატისტიკის ერთ-ერთი მაჩვენებელი მენიშნა თუ არ ვიცი. თბილისში ბევრად უფრო მეტი ფაქტია და ფიქსირებული ძალადობისა, ვიდრე რეგიონებში, ხო? თუ არა და თითქოს იმდენი ინფორმაცია, იმდენი რაღაც არ ვიცი, საშუალებაა, რომ უფრო დროულად ვთქვათ, აღმოფხრან ეს ყველაფერი და კი, გეთანხმებით, თბილისში გაცილებით უფრო მაღალი არის სტატისტიკა, მაგრამ ისევ და ისევ ეს იმიტომ, რომ თბილისში უფრო მეტი ქალი ბედავს, რომ სხვას უარი ძალადობაზე და ეს არნიშნავს, რომ რეგიონებში ნაკლები შემთხვევებია. იმას, რომ რეგიონებში ნაკლები არის ძალადობა, თუმცა
რეგიონებში გარკვეული მიზეზების გამო სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს ეს ოჯახის შენარჩუნება, მაინც ტრადიციებიდან გამომდინარე შეხედულებები, რომ ოჯახი უნდა შეინარჩუნო მიუხედავად ყველაფრისა. აი აქედან გამომდინარე გამოვლენა ნაკლები არის რეგიონებში და თვით იდენტიფიცირება უფრო ნაკლები არის რეგიონებში. გასაგებია, თქვათ ეს თქმა, ხმის ამაღლება, ვიტყვით არას ყველა და იტყვიან ის ქალბატონებიც არას, მაგრამ შეიძლება აქვეც ხელხას დავასახელებ ის საშუალებაც ამით მოგეცემა საშუალება თქვათ არა ამ ყველაფერზე ეს გახლავთ 23993 ასე რომ თუ თქვენ თვლით რომ ძალადობის მხრები ხართ აიმაღლეთ ხმა და თქვით არა. კარგი, მაშინ ჩემს კითხვას მივაბავ ამ ნომერს. რა მოხდება, როდესაც მე ვარ ქალი და დავრეკავ ამ ნომერზე? დიახ, ამ ნომერზე დარეკვით თქვენ მოხვდებით სახელმწიფო ფონდში, რომელიც კურირებს თავშესაფრებს ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით 3 თავშესაფარი არის, მეოთხე იხსნება უახლოეს მომავალში. აგრეთვე კრიზისული ცენტრი იხსნება და გეტყვით რა განსხვავება არის თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრს შორის და ამ თავშესაფრებში მოთავსების საშუალება აქვთ ქალბატონებს, რომლებიც დარეკავენ ამ ნომერზე. რეგიონიდანაც რო რეკავთ, მიხროებული სოფლიდან. ნებისმიერ საქართველოს წერტილიდან ჩვენ ჩამოვიყვანთ, რა თქმა უნდა, ორი სხვადასხვა გზა არსებობს. ერთი გზა არის, რა თქმა უნდა, 112-ზე დარეკვა, პატრულის გამოძახება და შესაბამისად გამოიწერება შემაკავებელი ორდერი და თვითონ პატრულს მოყავს ჩვენთან თავშესაფარში ქალბატონი ამ შემთხვევაში. მეორე გზა თუ და ხშირი არის ესეთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონებს არ უნდათ სამართალდამცავებთან ურთიერთობა, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე თუ სხვა ბევრი ფაქტორებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ 23993-ზე დარეკონ სახელმწიფო ფონდში მოგვმართონ დახმარებისათვის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რა თქმა უნდა, მაგათ ტრანსპორტირებას, ჩვენ მოვათავსებთ მაგათ ჩვენს თავშესაფრებში. ამ შემთხვევაში კრიზისულ ცენტრში, რომელიც გაიხსნება უახლოეს მომავალში, ჩვენ უკვე დავიწყეთ პროცედურები, რომ 2016 წლის პირველივე კვარტალში გავხსნათ კრიზისული ცენტრი. თავშესაფრები არის სახლის ტიპის დაწესებულება, სადაც ისინი კრიზისული ცენტრი რას გულისხმობს? იმიტომ თითქოს თავშესაფარი უკიდურესი გადაჭრა ამ პრობლემის და დავშეთ შეიძლება რომ ფსიქოლოგების დახმარებით რომ ყველი რომ დასხდეს და მეტნაკლებად ზოგჯერ არ არის აუცილებლობა, ხო ისეთი ძალიან ბევრი არის შემთხვევა, როდესაც თავშესაფარი არ ჭირდება ადამიანს, როდესაც აქვს სხვა წასასვლელი ადგილი, იგივე ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, მეგობრები, ნათესავები, თუმცა საჭირო არის ფსიქოლოგიური დახმარება, სამედიცინო დახმარება, თუნდაც იურიდიული დახმარება. ეს სერვისებით სახელმწიფო ფონდს გააჩნია და თუ თავშესაფრით სარგებლობის აუცილებლობა არ არის, მხოლოდ ამ სერვისებით სარგებლობის საშუალება არის. აი, მაინც არ გაეცა ჩემ კითხვას პასუხი. მოდი ლექსოს ჩავთავ. თუ მამაკაცი მოძალადია, ეს უკვე განაჩენია და ის ყოველთვის იძალადებს, თუ შეიძლება მაინც რაღაცა ჩარევით თუ კორექციით დაალაგდეს ყველაფერი. არ ვიცი, პირველ რიგში გარს იცი, აი ხა მამაკაცის გადმოსახედიდან, ისაც ზოგადად რაღაც ცოტა ისე რომ შეხედო, კაცი ძირითადად მოძალადი ყველაფერში არის კაცი ამ შემთხვევაში, ქალის მიმართ, კაცის მიმართ. უფრო პროცენტულად ალბათ ჩემი აზრით მოძალადეები არიან კაცები საერთოდ, იმიტომ რომ ქუჩაში ჩხუბი, არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ საქართველოში ესეა, ქალი არ ჩხუბობს ქუჩაში ერთმანეთთან სიტყვაზე. მაგრამ კაცი ჩხუბობს კაცთან, კაცი ჩხუბობს ქალთან. მაგრამ ქალები შვილებს ფიზიკურად ხანდახან უსწავლენ. არის, ის რა არის? ჩემი აზრით ძალადობა უფრო თვითშეგნებაზეა რა, ეს ქალის მიმართ იქნება თუ ვის მიმართ არ უნდა იყოს, ხო უფრო თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ესე რომ შევხედოთ საზოგადოებისთვის უმთავრესი ნაწილისთვის საქართველოში ყოველ შემთხვევაში ძალადობა მისაღები არის, იმიტომ რომ ძალადობას ამ შემთხვევაში თქვა ქალის მიმართ ძალადობა, ოჯახის ძალადობა ყველაზე ძიმე ფორმაა ძალადობის, მაგრამ ყველგან შეხვდები ძალადობას თბილისში, ქუჩაში, მანქანა, დიდი მანქანა, პატარა მანქანას არასდროს არ უთმობს და გარკვეულწილად რაღაცა ჩაგვრა. ამის საზოგადოება ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რას იტყვი, იმიტომ რომ ჩვენთან რაღაცა სტერეოტიპია, რომ კაცი არის უფროსი, რასაც იტყვის ის უნდა გააკეთო და თუ არ დაემორჩილებ, მას უფრო უწიოს. არათანაბარი პირობები ქმნის რა. როდესაც არა გაქვს შეგნება იმის, რომ თქვა
ამ შემთხვევაში ქვეყანაც ესეა მოწყობილი საქართველოში, რომ კაცს უპირატესობა აქვს იგივე სამსახურში, ხო? ანუ დამსაქმებელიც კაცს უფრო ასაქმებს ვიდრე ქალს, უფრო ნდობა აქვს კაცის მიმართ, ხო? ამ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ დომინანტი, თქვათ, უფრო ძლიერი არის კაცი, ხო, შემომტანად ითვლება რა. ამ შემთხვევაში უკვე ფსიქოლოგიურად, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეს ხდება, რადგან მე ვარ რაღაცის გამკეთებელი, მე უნდა დამემორჩილო. ყვირილის უფლებაც მაქვს რა. ეს ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია. ამიტომ მიდის ეს მე ესე მგონი, უფრო შეგნებაზე და საზოგადოების ბრალი ალბათ. ბატონო გუგა, საქმე გავხადოთ ეს ყველაფერი, ყველამ აბსოლუტურად. გეთანხმებით, რაღაც ისეთი განსაკუთრებული შესაძლებლობა გაქვთ, ასე ვთქვათ, დააკვირდეთ უამრავი ტიპის ადამიანს, რომლებიც არიან პაციენტები ხშირად თქვენს ცენტრში და საერთოდ, ხო? როგორი არის ფონი საერთოდ საზოგადოებაში ამ გენდერული თვალსაზრისით და თუ აწყდებით თქვენს თქვა ძალადობის ფაქტებს? წელიწადში რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს ხოლმე ძალადობის ქალთა მიმართ, თუმცა მეუღლეები წვავენ ძალით თავიანთ ცოლებს. რამოდენიმე შემთხვევა ქონია, როდესაც ვთქვათ ძმას გადაუწვია, ბენზინი შეუსხია, ეს რაც არის შემზარავი ფაქტია, მაგრამ ეს არის რეალობა. და ძალიან იშვიათად მახსენდება სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავებისთვის უთქვიათ და საქმე აღზრულა, იმიტომ რომ ეს თითქოს ქართული ტრადიციული ოჯახი, მაგრამ რაღაც გარკვეული მანკიერებას მაინც ახლავს ამასთან, რომ ოჯახის საქმე ოჯახში შეინახო, ეს არ გაიგოს არავინ, ეს არის სირცხვილი, ამას საქვეყნოთ როგორ მოუყვებით. საბოლოო ჯამში ხო ერთხელ მოქნეული მუშტი ხო არ ჩერდება, ეს ნებისმიერ შაბათ-კვირა შეიძლება იგივე გამეორდეს და ძალიან იშვიათია ალბათ შემთხვევა, რომ ერთხელ ძალადობა თავდება დღეს და ფსიქოლოგიური ძალადობა. რა თქმა უნდა, ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ფსიქოლოგიური, იგივე ეკონომიური ძალადობა, როცა ძალადობა ის ხო არ არის რომ მუშტი დაარტყას ვიღაცამ და სახეში ულაწუნოს, ხო? რამოდენიმე ფორმაა, ასევე ცოტა ისეთი ფაქტია, მაგრამ დღეს დილას გამთენისას მივიღეთ ბავშვი, დამწვარი, რომელიც 5 დღის წინ დაიწვა, გადაესხა ცხელი და შობლებს 5 დღის განმავლობაში სახლში ყავდათ გაჩერებული, ექიმბაშის მალა მოსყარობდნენ და დღეს უმძიმეს მდგომარეობაში მიწვევს ესეთი ბავშვი დამწვების ცენტრის რეანიმაციაში. ესეც რა თქმა უნდა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ეს ალბათ გაუნათლებლობისგან რაღაცა ინფორმაციის არცოდნის. მაგალითად, მე ესე მგონია ხა, ექსო შეიძლება არ დავითანხმო, რომ სოციალური ფონდი რაც შეიძლება მაღალ სოციალურ ფონზეც იყოს შეუძლებლად ქალთა მიმართ ძალადობა. ეს არ არის პრიორიტეტი, რომ მაინდა-მაინც რაც უფრო დაბალი ფენა იქ. შეიძლება რაღაც პროტესტები იყოს, მაგრამ ინტელექტუალური ადამიანები ნახია განათლებული ინტელიგენტი კაცის მოძალადეთ. მაგრამ პროცენტულად ალბათ ბევრად ნაკლები არის ვიდრე იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ფონი ვთქვათ სოციალურად დაბალ ფენაში სტატისტიკურად შეიძლება ეგრეც არის რომ უფრო მეტი არის ვთქვათ განათლების ნაკლები განათლების საშუალო და უფრო ნაკლები განათლების მქონე ადამიანები თუმცა მინდა გითხრათ რომ ძალადობას არ აქვს არც განათლება და არც სოციალური ფონი ყოლია ესეთი ბენეფიციარები რომლებიც საკმაოდ განათლებული შეძლებული ესეთი ქალები ბრძანდებიან, მაგრამ მსხვერპლი იყვნენ მე მინდა რაღაცა სიამაყით თქვა, რომ ჩვენი არხი ძალიან აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. არაერთი გადაცემა მათ შორის საღამოსა დილის თუ შუა დღის ეთერში და ჩვენმა ჟურნალისტმა შეკრიბა, ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემის ფარგლებში განხორციელებული ესეთი აქციები და მოდით ვნახოთ ერთად. პროტესტი ქალებზე ძალადობის მიმართ 2014 წლის ოქტომბერში სწორედ ასე ალტერნატიული ფორმით გახმოვანდა. სახელმწიფო კანცელარიის წინ გათამაშებული პერფორმანსი ერთ-ერთი საპროტესტო გამოსვლა იყო, რომელიც იმ პერიოდისთვის ძალადობის უკიდურესად გახშირებულ შემთხვევებს მოჰყვა. ოდნავ მოგვიანებით პრობლემას ზუგდიდშიც გამოეხმაურნენ. ეფექტური არტ ინსტალაცია, რომელიც თავისი ფერადოვნებით სახელმწიფო განწყობას ქმნიდა, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონმა წლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემას მიუძღვნა. პირველად რამდენიმე დღის განხორციელებულები ვიყავით, ჩემზე რომ იზალოდა. მოკლას იმ ადამიანს, ამისთვის ადამიანის მოკლა არაფერს არ ნიშნავს. ქალებზე ძალადობა, რომელიც როგორც წესი ოჯახის კედლებს მიღმარჩება, უფრო თვალსაჩინო რომ გამხდარიყო, ინსტალაციის ადგილი ერთი ჩვეულებრივი სახლის ეზო საგანგებოდ შეირჩა.
პრობლემის მასშტაბი და სიმწვავე კიდევ უფრო თვალსაჩინო მაშინ გახდა, როცა მასზე მედია საშუალებებიც დაუფარავად ალაპარაკდნენ. ქალზე ძალადობა საფუძვლად უდევს სქესთა შორის უთანასწორობა, გენდერული უთანასწორობა და შესაბამისად ის ყველგან არის გავრცელებული. ჩვენთან ეს დღის წესრიგში იმიტომ დადგა ესე მწვავეთ, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ ამ პრობლემის დანახვა. თითქოს ახლა დაიწყო გამომჟღავნება და ჩვენ ახლა მივაქციეთ ყურადღება და სწორედ ამიტომ აღვიქვათ უფრო მტკივნეულად და თან ასევე ჩვენ გვესმის და ვაცნობიერებთ იმას, რომ რეალურად როგორც საზოგადოებას შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. ქალზე ძალადობის იმპროვიზებული სცენა გათამაშდა 2015 წლის მარტში რუსთავიორის სხვა შუადღის ეთერში. ვიდეო რგოლს მწვავე რეაქცია და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ბევრმა დაუჯერებლად მიიჩნია ის, რომ სცენა წინასწარ დადგმული იყო. კომპანიების საათში თბილისისა და საათში ბუდაპეშტის ერთობლივმა ნამუშევარმა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა. კომპანიის ქართული ოფისის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. ეს იყო ძალიან რეალური. ანუ და რეალისტური იყო თვითონ აქტივობა, რომ ძალიან დიდხანს ვიმტკიცებდით მათ შორის ჩვენი აცნობებსაც, რომ ეს არ იყო რაღაც გაპარული რეალური ინციდენტი. თუ ეს არ არის მისაღები სატელევიზიო ეკრანზე და თუ დაუშვათ ბაიას შემთხვევაში რაღაც აღშფოთებას იწევს, ანალოგიურად არ უნდა იყოს მისაღები თუ ეს ხდება მეზობელთან. კომპანია საათში და საათშის პროდუქტის წარმატება ცხადყოფს, რომ ქალებზე ძალადობა არაა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ქვეყნის პრობლემა და ის რეალურად მულტიეთნიკურ ხასიათს ატარებს. პრობლემა სხვადასხვა მასშტაბით ათეულობით სახელმწიფოში დგას და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ილაშქრებს. დღემდე მაინც საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ოჯახში ძალადობა არის კერძო საქმე და არ არის საჯარო პრობლემა. აი ამას უნდა მიეხედოს პირველ რიგში, მსხვერპლს აღარ უნდა ეშინოდეს, აღარ უნდა სცხვენოდეს, ილაპარაკოს საკუთარ პრობლემაზე და სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ხედავდეს, რომ ეს მისი პრობლემაც არის. იგივე თუნდაც უახლოეს ადამიანებს, მეზობელს, თუნდაც ქუჩაში, როდესაც ხედავს და არის ამისი თანამონაწილე, აი ამაზე კონდეს რეაქცია. და უმეტეს შემთხვევაში კი ეს საზოგადოება ძალიან პასიური და ინდიფერენტული იყო. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში რასაკვირველია მედიას აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა, როცა ის ახდენს არტიკულირებას აი ამ პრობლემისა და შესაბამისად ყურადღების გამახვილებას. ქალზე ძალადობის დიდხანს ტაბუდადებულ თემაზე ყველაზე აქტიურად მაშინ ალაპარაკდნენ, როცა დროის მცირე მონაკვეთში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების რამდენიმე პრეცედენტი დაფიქსირდა. ქალზე ძალადობის თემატიკის აქტიურად გახმოვანებისა და გაშუქებისთვის გარდამტეხი 2014 წელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, აქ არის მედიის დამსახურება, რომელიც აქტიურად აშუქებს და პრობლემას წარმოაჩენს სრულად და აქ არის სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაც. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო მგრძნობიარე გახდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ამას აჩვენებს კონკრეტული ციფრები და სტატისტიკური მაჩვენებლები. ეთო 17 წლის ოცნებობდა გამხდარიყო მოცეკვავე. სალომე 15 წლის ოცნებობდა გამხდარიყო კოსმონავტი. ცესილი 13 წლის ოცნებობდა გამხდარიყო მწერალი. საპროტესტო აქცია პერფორმანს, რომელიც ადრეული ქორწინებების წინააღმდეგაა მიმართული, ქალთა მოძრაობა ძალადობის თემას უძღვნის. ადრეული ქორწინება სტატისტიკურად ქალებზე ძალადობის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება. პრობლემას თუ არის საუბრე, არაფერთა შემთხვევაში არ მოგვარდება დამალვით და მიჩქმევით პირიქით. ამაზე ამაღლა უნდა ვიყვიროთ ყველამ, იმიტომ რომ მე რეალური ნაბიჯები გადაიდგას. ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მეტი შანსი მივცეთ გოგონებს, რომლებიც არის ჩვენი მომავალი თაობა, იმიტომ რომ მათ უნდა ქონდეთ განათლების საშუალება, უნდა ქონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ მომავალი პროფესია, ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პიროვნებებად. იმპროვიზებული პროტესტი, თეატრალიზებული ფორმითა და მტკივნეული კონცეფციით არასრულწლოვანი გოგონების უფლებების დასაცავად 25 ნოემბერს საღამოს 8 საათზე სარეპეტიციო ოთახიდან სახელმწიფო კანცელარიის წინ გადაინაცვლებს. ქალბატონ თამარ, ძალიან მოკლედ კიდევ რას მოიცავს ეს კამპანია, რომ გითხრათ და მე ვიცი რომ ჩვენი კოლეგები შემოუერთდნენ ამ აქციას და შეგვიძლია ეს ფოტოებიც ვნახოთ. გისმენთ. რა თქმა უნდა, დღეს დაიწყო 16 დღიანი აქცია, თქვი არა ძალადობას, რომელიც ცნობიერების ამაღლებისაკენ არის მიმართული. ამიტომ მე მინდა ყველას, ვინც უყურებს დღევანდელ გადაცემას,
მოვუწოდო რომ ნარინჯისფერი, რადგან ნარინჯისფერი არის ამ აქციის ფერი, სიმბოლო, ნარინჯისფერი დეტალებით გაილამაზონ თავი, გადაიღონ სურათები, გამოიყენონ სოციალური ქსელები, დაწერონ თავისი სტატუსები არაძალადობას და ყველას მოუწოდონ არაძალადობისაკენ და ყველას მოუწოდონ იმისაკენ რომ ამხილონ მოძალადე. ჩვენ რა თქმა უნდა უერთდებით, ახლა ხედავთ რომ კურიერის ნიუსრუმ ძალიან აქტიურად აიტაცა ეს სლოგანი და ჩაერთო რუსთავის სხვა გასართობი გადაცემების წამყვანებიც, მსახიობებიც. ხელი რუსთავიორი შეუერთდა აქტიურად შეგვიძლია ვთქვათ. თქვენს თუ გაქვთ სურვილი და მე მგონი ეს სურვილი აუცილებელიც არის დღევანდელ დღეს, გადაიღეთ ფოტო ნარინჯისფერი დეტალით, როგორც თქვა, ატვირთეთ სოციალურ ქსელში და გახდებით ამ აქციის მონაწილე. თანამედროვე ქართველი ქალები თუ კაცები. დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, მოდით ხელი ხაზის ნომერი, რომელიც ძალადობის მსხვერპლს შეუძლია გამოიყენონ. ეს გახლავთ 23993. შეგიძლიათ დარეკოთ. შემოგვიერთდით. და თქვით არა. მე ახლა პირდაპირ გადაგიღებ შენ ფოტოს. მოდი გადამიღე და მაშინვე ჩაგრთავ ამ აქციაში. პრინციპში უკვე ჩართო. აი ეს თუ შეიძლება. ჩანს წარწერა კარგად? წარწერა ჯერ მარინას. აი. ცოტა უფრო ახლოდანაც. მარინა. შენი ჯერია. და მე ყველა ერთად. აი ასე. მეც კი მინდა, მეც მინდა, მე არა ვთქვი, მაგრამ ფოტოც უნდა დავადასტურო. ყვავილი მოუხდა. აი ასე. მოდით ახლა ყველა მეც გადავიღოთ. და დაგემშვიდობებით თან და გავალთ რეკლამაზე. მოდით მე დავდგები ასე. ყვავილები მოიმარჯვეთ, მარინა. აგერვა. და ყველა ერთად ვთქვათ არა.